გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს. დარჩით ჩვენთან ძალიან საინტერესოა. მოგილოცოთ კიდევ ერთხელ შობას, ახალ წელს, უამრავი სიხარული მოეტანოს თქვენთვის, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის, გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას და მშვიდობიან ზეცას. მე კი გადავალ გაშლის თემაზე, იყო ესეთი მოთხოვნა მაყურებლისგან უკონტაქტო ურთიერთობაზე. სათაური შეიძლება ცოტა უფრო დავხვეწო, რაღაცა უფრო ადვილი გასაგებიო იყოს. ცოტა შესავალი ამ თემასთან დაკავშირებით უკონტაქტო ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს, შეიძლება ადამიანები იყვნენ რაღაც ურთიერთობაში და მოხდა დაპაუზება, არ არის კონტაქტი არ გამოდის ადამიანი კავშირზე, შეიძლება ძალიან დიდი ხნის დაშორებული ადამიანის ისტორია ამოვიდეს, ასევე არ არის გამორიცხული სოციალურ ქსელებში გაცნობილი პიროვნების შესახებ ურთიერთობაზე იყოს ლაპარაკი, ანუ როდესაც პირადი კონტაქტიც არ არის და არის რაღაცა დისტანციური. ნახოთ ახლა კარტი რას გვეტყვის, ორი ვარიანტი გვექნება, შეგიძლიათ გამოსცადოთ თქვენი ინტუიცია, მაგრამ როგორც იცით, ჩემო კარგებო, მოდიმა მაყურებელმა და სტუმრებისთვის ვიძახი, რომ ყოველთვის ვკითხულობ წინა ისტორიას, ანუ სიგნიფიკაციას, რასაც ეძახიან, განვიხილავთ რა ხდება დღეს თქვენ სიტუაციაში და შემდეგ ვაკეთებთ პროგნოზს. ამიტომ უყურეთ ორივე ვარიანტს, უსმინეთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, თუ სურვილი გაქვთ და მიხვდებით არის თუ არა დღეს თქვენთვის ინფორმაცია. როგორც გითხარით, შეგიძლიათ გამოსცადოთ ინტუიცია და წინასწარ აირჩიოთ ერთ-ერთი დასტა, ეს არის შეშლილი მთვარის დასტა და მთვარის დასტა და მწვანე მაგიის ან მწვანე ჯადოქრის დასტა. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ჩემო კარგებო, რას გვეტყვის ჯერ კარტი თქვენს ისტორიაზე, რა ხდება თქვენ შორის და უბრალოდ რა მოხდა, რა სიტუაციაში ვყოფებით, მაგრამ ძირითადი მაინც პირველ რიგში მთავარი ამომავალი წერტილი კითხვიდან გამომდინარე არის, რომ არ ხართ კონტაქტზე ამ ადამიანთან და რანაირად, რა ფორმით, როგორ ამას წავეკითხავთ. შეიძლება მე ცალკე თემაც გავშალო ონლაინ ნაცნობობაზე, სოციალურ ქსელში ნაცნობობაზე, ესეც გავაკეთოთ ცალკე თემა, ვიღაცას ძალიან აჩქარება პასუხის მიღება, ძალიან მიჩქარის თქვენთან ინფორმაცია და ვფიქრობ, საჭირო თემა შევარჩიე დღეს. ნახოთ პირველი ვარიანტის წინა ისტორია, რა მოხდა თქვენ შორის. სამყარო, ხმლების ტუზი, წყლის ორიანი, პენტაკლების ტუზი, პენტაკლების ცხრიანი. აი აქ ზუსტად შესაძლებელია იმ ვარიანტზე იყოს ლაპარაკი, რაც წელან აღვნიშნე დისტანციურ ურთიერთობაზე, ონლაინ ურთიერთობაზე, სამყარო დღესდღეობით ჩემო კარგებო სოციალურ ქსელზე მიანიშნებს ხშირად, რადგან ინტერნეტში არის მთელი სამყარო და დედამიწის პლანეტის, ჩვენი პლანეტის ნებისმიერ კუთხეს შეგვიძლია დაუკავშირდეთ ინტერნეტის საშუალებით და მანძილი უკვე პრობლემას, რა თქმა უნდა, აღარ წარმოადგენს. აქ იყო, ან უკონტაქტოებზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, აქ იყო ინტერნეტ ნაცნობობა, თუ ინტერნეტ ნაცნობობა არ იყო, ფიზიკურად მოხდა თქვენი დაშორება, ანუ შორს იმყოფება ადამიანი თქვენგან, რაღაცა მიზეზების გამო მოხდა ეს დისტანცირება და შეწყდა ურთიერთობა, ჩემო კარგებო, თუმცა ყველაფერი თითქოს მიანიშნებდა იმაზე, რომ ძალიან კარგად შეიძლება ყოფილიყო თქვენი ურთიერთობა, შემდგარიყო თქვენი ურთიერთობა, მაგრამ აი რაღაცნაირად აი ამ დისტანციის გამო წერტილი დაესვა. ანუ აქ შეიძლება, ეხლა რასაც უყურებთ, თელ კომბინაციას ორი ვარიანტი განვიხილოთ და ყურადღებით ისმინეთ, რადგან შემდეგ გადავალ პროგნოზზე. პირველი ის, რომ ფიზიკურად წავიდა ადამიანი თქვენგან შორს და ან თქვენ წახვედით სადღაც, ან ემიგრაციაში, ან მივლინებაში და ასე შემდეგ, მაგრამ მოხდა ფიზიკური დისტანცირება და საკმაოდ შორია მანძილი, დიდ მანძილზე აქ ლაპარაკი და შეწყდა კავშირი თქვენსა და ადამიანს შორის, ან იყო ნაცნობობა სოციალურ ქსელში, რაღაცა პერიოდი იყო ეს ურთიერთობა, თქვათ, მიმოწერა, შეიძლება ვიდეო თვალითაც ლაპარაკი და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ეტაპზე შეწყდა.
და საქმე რაშია, ჩემო კარგებო, როგორც ჩანს, ეს ბოლო პერიოდია, უმრავლესობისთვის რეზონირდება, გამოჩნდა ვიღაც ახალი პენტაკლების ტუზი გვეუბნება ამას, გამოჩნდა ვიღაც ახალი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში, საკმაოდ ძალიან დიდი პლუსებით, ასე ვთქვათ, სახარბიელო ვარიანტი პენტაკლების ცხრიანი გვეუბნება, რომ შემდგარი ადამიანი შესაძლებელია მატერიალურად უზრუნველყოფილი, ძალიან კარგი ვიზუალის მქონე, ანუ კარგი ვარიანტი ურთიერთობისთვის. პენტაკლების ტუზი გვეუბნება, რომ შანსი გეძლევათ რაღაც კარგი, მაგრამ რატომღაც წარსულზე ფიქრობთ და თითქოს ეს წინა ისტორია ვერ გაუშვით. მოდის ესეთი ენერგია აი ამ ვარიანტიდან. უმრავლესობისთვის იქნება რაღაცა ეს წინა ისტორია შემაფერხებელი მომენტი, თითქოს ფიქრობთ იმ ადამიანზე, ვინც თქვენგან დისტანცირებულია, უკონტაქტოა და აი ამ შანსს თითქოს ვერ იყენებთ, გაფერხებთ, რომ იქნება გამოჩნდეს, იქნებ დაბრუნდეს, იქნებ ღირდეს. მაინც გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, არის თუ არა ეხლა ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არის ჩემო კარგებო, კიდე ტუზი, ცეცხლის ტუზი ამოვიდა, სრულიად ახალი ადამიანი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და აი რატომღაც ის პიროვნება, ვინც კონტაქტზე არ გამოდის თქვენთან, აი ამაზე ფიქრი გაფერხებთ. ნახოთ აბა, ლაპარაკი გვაქვს, დღეს თება გვაქვს აი ამ უკონტაქტოზე და რა კი რაღაცა პრობლემა გახდა თქვენ ცხოვრებაში, იმის გამო, რომ ამ ადამიანზე ფიქრს ვერ წყვეთ, ახალ შანსს არ იყენებთ, გავიგოთ ჯერ პირველ რიგში რა ხდება აი ამ ადამიანის ცხოვრებაში, ამ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში, უკონტაქტოსი. დიდი ალბათობით მიყურებენ ვარიანტი არის ქალბატონებისთვის, მაგრამ ბიჭებსაც არ გამოურიცხავთ, აი პირდაპირ ისე მოდის კარტი, რომ უეჭველია იმ უმრავლესობა 90% გოგოებს აქვთ ეს დილემა. მისცენ ახალ ადამიანს შანსი, რომ დაებოდონ იმ პიროვნებას და რა ხდება მის ცხოვრებაში. ჩემო კარგებო, ამ ადამიანის ცხოვრებაში და დავსვა მე კითხვას, მაინც დავაკონკრეტებ, რატომ არ გამოდის კონტაქტზე. დამატება იქნება ახლა იმის, რასაც დავიკითხავ, რა თქმა უნდა. ამ ადამიანის ცხოვრებაში მის გვერდით არის სხვა პიროვნება, რომლისგანაც სერიოზული მოლოდინები აქვს, რაღაცა ინტერესი აქვს ამ ადამიანის. ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზულია მათი ურთიერთობა და ამჟამად რა ეტაპზე იმყოფება, მაგრამ ძალიან სწრაფად განვითარებადი სიტუაციაა. შეიძლება ზუსტად იმიტომაც შეწყვიტა კონტაქტზე გამოსვლა, რომ იქ სადაც არის გაიჩინა ახალი პიროვნება, თუ დისტანციაზე არ არის, შორი დისტანცია არ არის და ინფორმაციაზე მიგიწუდებათ ხელი, შეიძლება რაიმე ინფორმაციაც გაგაჩნდეთ იმის შესახებ, რომ ვიღაც გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ან მოიძიოთ ინფორმაცია თუ გაქვთ ამის საშუალება, მაგრამ რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება თქვენთვის იმის აღმოჩენა, რომ არის სხვა პიროვნება და მოლოდინები აქვს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხლა ჩაიხითხითა ბოროტმა, მანტიორმაო და საბენები გადაჭრაო, ისე მომივიდა, ჩემი მასზე მე თვითონ მქონდა ეს რეაქცია, რატომაც ჩამეღიმა, რასაც უყურებ, ესე ბოროტულად გამეცინა, რადგან თქვენთან შეწყვიტა კონტაქტი და ფიქრობთ, ნერვიულობთ, ელოდებით ახალ შანსს არ იყენებთ და ეს პიროვნება თვითონ აწყობს გეგმებს თავის მომავალს ვიღაც სხვა ადამიანთან, იმყოფება ილუზიაში, დიდი მოლოდინები აქვს, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ ილუზიაში იმყოფება. ანუ რასაც ელოდება, იმას ვერ მიიღებს. ვნახოთ თქვენთან კონტაქტი რატო შეწყვიტა. ჩემო კარგებო, თქვენთან კონტაქტი იმიტომ შეწყვიტა, ანუ მეორდები ესე გამოდის, მაგრამ კარტი რასაც მაჩვენებს, გიმეორებთ იმას, რა თქმა უნდა და გეუბნებით, გიყვებით, გადმოგცემთ ისტორიას. ამ ადამიანს უფრო სახარბიელო ვარიანტი
გონია ის პიროვნება, ვისთანაც ახლა აქვს კონტაქტი, ვისთანაც ურთიერთობს, აქვს რაღაცა ოცნებები, გეგმები არჩევანის წინაშეა, შეიძლება ესეთი უფრო მერკანტილური ინტერესი ქონდეს იმ პიროვნების მიმართ, რადგან პოზიცირებს ამ შემთხვევაში როგორც პენტაკლების მეფე, შეიძლება დაოჯახებაზე ფიქრობს, რა უფრო სერიოზულ სტაბილურ ურთიერთობაზე ფიქრობს, შეიძლება თქვენ შორისაც ამაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ გამოჩნდა ესეთი პიროვნება და აქვს რაღაცა სერიოზული მოლოდინები, იმიტომ არ გამოდის თქვენთან კონტაქტზე. ანუ სადღაც ცოტა პატივისცემასაც, აი ცოტა მინიმალურ პატივისცემასაც იმსახურებს, იმ თვალსაზრისით, რომ ორივეს ერთდროულად არ გატყუებთ. აი ამაში ცოტა ესეთი პლუსები ჩაეწერა იმ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ. და რატომღაც აი ძალიან სერიოზულად ფიქრობს. ფიქრობს, რომ გაუმართლა, ფიქრობს, რომ გამარჯვებულია, ესეთი მოლოდინები აქვს იმ პიროვნებისგან და ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. და დავსვათ მაშინ საფინალო კითხვა. დრო შეგიძლიათ თქვენ თვითონ ჩაიფიქროთ. რამდენი ვადასაც თქვენ მოისურვებთ ვიდეოს ნახვიდან. თქვათ აიღეთ 1 თვე, თვე ნახევარი, 2 თვე, ძალიან ბევრს მოაიღებთ, შეგიძლიათ თქვათ 1 კვირა და 10 დღეც ჩაიფიქროთ, ეს ყოველ თქვენზეა დამოკიდებული, რადგან მინდა გაგაფრთხილოთ, რომ აი აქ რაღაც შანსი გაქვთ, კარგი შანსი გიჩანთ სხვა პიროვნებასთან ურთიერთობის დასწრების და არ გაუშვათ თქვენი შანსი ხელიდან. ნახოთ გამოვათ რა კონტაქტზე. ცოტა ისეთი სათქმელია, რთული სათქმელი, ერთი წუთი შემოკარგებო. აქ შემოკარგებო, ეს უკვე სამომავლო მომენტია. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ისეთი დიდი სუნი უდის იმის, რომ რაღაცა მაგიური ჩარევაც მოხდეს, მაგრამ ეხლა არ არის ამ ადამიანზე არანაირი გავლენა. შემდგომში იქნება და ის პიროვნება ვის გვერდითაც დღეს არის, ან შეიძლება სულ სხვა გამოჩნდეს, ვიღაცა მაგიურად იმოქმედებს ამ ადამიანზე. კონტაქტზე გამოსვლა ცოტა ისეთი მომენტი არის, თვითონ შეიძლება რაღაცა, ანუ როგორ თქვა, პატარა ჭრილი ფანჯარა გააჩინოს იმის რაღაცა მინიშნება მოგცეთ რაღაცა ფორმით, რაღაცა საშუალებით მოგცეთ იმის საშუალება, რომ თქვენ გახვიდეთ კონტაქტზე და დაელოდება თქვენი მხრიდან თქვათ მიწერას, დარეკვას და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ცოტა საშორიო პერსპექტივა არის და რატომღაც ვფიქრობ, რომ აი ესეთი აზრი გამიჩნდა. კონტაქტზე გამოვა ეს ადამიანი არა იმ ვადაში, რასაც თქვენ ახლა ჩაიფიქრებთ, რომ უკვე ჩაიფიქრეთ. ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა მაშინ, როდესაც თქვენ უკვე დაოჯახებული და ძალიან ბედნიერი იქნებით. ძალიან ისეთი ინფორმაციები მივიღეთ და მე შორს პერსპექტივაში შემოკარგებო გაუფრთხილდით თავს. აქ მე მგონი ეს ძალიან კარგი შანსი გაქვთ. კარგი ადამიანი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში და არ დაკარგოთ ეს შანსი. აქ ვიღაცის, რომელიღაცა თქვენგანის და შეიძლება რამოდენიმე სიც წავიკითხე ისეთი ისტორია, აი რომელსაც თქვათ ეს დღესასწაულო პერიოდი და ესეთი დიდი ქრისტიანული დღესასწაულების დროს ნებისმიერი მუსულმანური იქნება თუ სხვა რელიგიური დღესასწაულები, როდესაც არის განსაკუთრებული დღეები, პორტალი გახსნილია, ძალიან დიდი ინფორმაცია მოდის და ესეთ დროს ხშირად ყოფილა, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება წავიკითხო ადამიანის და მე მგონი ეს პირველი ვარიანტი მსგავსი შემთხვევაა. ძალიან დიდი ხნის ისტორია წავიკითხე, ახლა ბოლოს უკვე ფინალისკენ ჩავედი და პაზლი აეწყო,
ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა, როდესაც თქვენ უკვე გექნებათ თქვენი საკუთარი ოჯახი, იქნებით ძალიან კარგად, ძალიან ბედნიერი თქვენს ოჯახში. იქ არ იყო უბრალოდ მეფე და დედოფალი, იქ წყვილი ამომივიდა იმპერატორი და იმპერატრიცა მოძღვართან ერთად, წყლის ათიანთან ერთად. ეს არის შემდგარი ოჯახი, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთდაფასებით, წყვილი, რასაც ქვია, ინი და იანი ერთურთის შემავსებელი. და აი, როდესაც ესეთ ურთიერთობაში იქნებით და გექნებათ ოჯახი, მაშინ ექნება მცდელობა ამ ადამიანს გამოვიდეს კონტაქტზე. უმთლად ესე შემოტევას ვერ გაბედავს, იმიტომ რომ ეცოდინება ალბათ, რომ თქვენ უკვე ქორწინებაში იმყოფებით და მაინც რაღაცა მცდელობები ექნება და მე გამოვიდა უკვე ძალიან ისეთი უსიამოვნო კარტები და დაიმახსოვრეთ, ვისთვისაც რეზონირდა პირველი ვარიანტი, სამომავლოდ იყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან არის დიდი ალბათობა იმის, რომ ვიღაცამ თქვენი ბედნიერების დანგრევა მოიმდომოს მაგიური საშუალებებით და იყავით სადარაჯოზე თქვენი ბედნიერების. მე კი ყოველივე სიკეთეს და კარგს გისურვებთ, იმედი მაქვს სწორ არჩევანს გააკეთებთ და იმ შანსს, რომელსაც სამყარო გაძლევთ, არ კრავთ ხელს. ძალიან საინტერესო იყო. დღეს მე მგონი 10 იანვარია, აი ძველით ახალი წელი, კიდევ დაახლოებით 1 კვირა იქნება ის ენერგიები, რომ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია და ვისაც სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, ჩაეწერება პირად კონსულტაციაზე. და ესეთ დღეებში ჯობია მიმართოთ ისეთ სპეციალისტს, ვისაც ენდობით და მიიღოთ სამომავლოდ ძალიან ბევრი ინფორმაცია. ასე რომ შემოკარგებო 17 დაახლოებით 17 იანვრამდე, 17-მდე კი არა 19-შიც ნათლისღება არის, რა თქმა უნდა, აი ესეც ძალიან დიდ დღესასწაულზე 19 იანვარს ნამდვილად არ შეიძლება პატივი უნდა ვცეთ, ხო, რელიგიასაც და ყველაფერსაც, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას 19 იანვარს არ არის კარგი და მიზანშეწონილი ეს манипуляციები, მაგრამ საღამოს უკვე როდესაც მზე გადავა, მეორე დღე ითვლება და 19 იანვრის საღამოსაც 2-3 დღე პლუს 21 იანვრამდე შესაძლებელია ძალიან მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მიღება. ვნახოთ მეორე ვარიანტი. რა ხდება თქვენ შორის? მეორე ვარიანტი რა ხდება? ეს ადამიანი კონტაქტ ვიზით გვაქვს საუბარი, არ არის დიდი ხნის პარტნიორი, თქვენ შორის არ იყო ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა, რომ რაღაცა ისეთი ვრცელი ისტორია გაკავშირებდეთ. აქ იყო უფრო აი სწრაფად განვითარებადი, ძალიან სწრაფად განვითარებადი ურთიერთობა, მოხდა გაცნობა, მოხდა ის რაღაცა აფეთქება, პეპლები მუცელში და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც სწრაფად აბრიალდა, რატომაც ისე სწრაფად დამთავრდა, თითქოს ყველაფერი ნულზე დავიდა, უცებ შეიძლება ეს უპასუხისმგებლობაც იგრძენით ამ ადამიანისგან, ან ეს უპასუხისმგებლოდ შებრუნდა და წავიდა და დღესდღეობით არ ხართ კონტაქტზე. ნახოთ მიზეზი რა იყო. რატომ არ ხართ კონტაქტზე? აი ძალიან სწრაფად განვითარდა ურთიერთობა და უცბათვე დამთავრდა. ჩემო კარგებო, არ ვიცი გაქვთ თუ არა ინფორმაცია, მაგრამ ეს ადამიანი შესაძლებელია ყოფილიყო დაოჯახებული და თქვენ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეთ და ან თავიდან არ იცოდით, ვფიქრობ რომ ეხლაც არ იცით, ან გეგმაში აქვს დაქორწინება და სხვა გამოსავალი არ არის. აი მოხდა რაღაც ისეთი უცბად გატაცება, რომანტიკული ურთიერთობა, შეიძლება მიმოწერას არც გასცდენია ეს ყველაფერი, რამოდენიმე ზარი და უცბად გაქრა ეს ადამიანი, უცბად შეგაქციათ ზურგი. თქვენთვის ახლა თქვენ სიტუაციას მოვარდეთ,
თქვენი მიატოვეთ თუ ამ ადამიანმა გაქციათ ზურგი, თუ კი გაიგეთ რომ აპირებს დაქორწინებას, ან ყავს უკვე ოჯახი, შეიძლება ყოფილ ოჯახზეც იყოს ლაპარაკი, მაგრამ პასუხისგებლობა ოჯახის და შვილების წინაშე, აი ესეთი რაღაცაც შეიძლება, იმიტომ რომ წლის 6-იანი მაქვს დასტის ძირზე და ბავშვებზეც არის აქ მინიშნება და შეწყდა თქვენ შორის ურთიერთობა. აქ თითქოს რაღაცა ისეთი განსაკუთრება, პირველი ვარიანტი ვით ისეთი საინტერესო არ არის და თითქოს ბანალურია, მაგრამ ვიღაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და გაინტერესებთ, გამოჩნდება თუ არა ისევ ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. ნახოთ დღეს რა ხდება მის გარშემო, მის ცხოვრებაში, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. ანუ ზოგისთვის არის ცნობილი ამ ოჯახის შესახებ, არსებული ან მომავალი და შესაძლებელია ყოფილიც იყოს, ანუ განქორწინებულიც, მაგრამ აი ეს ბარიერი, გამოვალი მდგომარეობა თითქოს ადამიანი არის გამოვალი მდგომარეობაში, იმ მომენტისთვის თქვენ რომ დაშორდით, ესე იყო ყოველ შემთხვევაში და გაქრა მაგიტომ. ნახოთ ახლა რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში. რაღაცა ისეთი სიმძიმე დამაწვა და თავი ამტკივდა, აი მეორე ვარიანტზე თითქოს ძალიან ბანალური ისტორია, მაგრამ დამამძიმა რაღაცნაირად. რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში? ნუ როგორც ჩანს, ჯანმრთელობის და მატერიალური მხრივ არაფერი პრობლემა არ აქვს, გეგმები აქვს სერიოზული სამომავლო, მუშაობს, ქმნის, შოულობს, რაღაც აი ყოფით თემებშია, ყოფით საკითხებშია ჩართული, მატერიალურ სამყაროშია ჩართული, სხვათა შორის აქ ძალიან ესეთი ცუდი კომბინაცია მომცა კარტმა და ეს მინდა დავა კონკრეტო კიდევ, იმიტომ რომ როდესაც აი ამ კომბინაციას ვხედავ ხოლმე, ძალიან უსიამოვნო, ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ჩემი რწმენისთვის მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მართალი არ ვარ, ძალიან ეკლესიური და არ ვდგევარ იქ წირვებზე და ის, მაგრამ ეს ჩემი რაღაც მოსაზრებების გამო, მაგრამ მე არ მიყვია მაცხოვარი, არ უარყოფ მართლმადიდებულ ქრისტიანულ რელიგიას და ზუსტად როგორც მაცხოვარი ქადაგებდა და რაც უნდა ყოფილიყო სინამდვილეში, ისე რომ ქადაგებდეს ეკლესია და ზუსტად ისე რომ იყოს ყველაფერი, მე ნამდვილად არ ეკლესიურ რიტუალებსაც შევასრულებდი და ყველაფერი. ნუ ეს სხვა თემაა. მაგრამ აი რატო გავაკეთე ესეთი შესავალი, ძალიან გული მწყდება ხოლმე ამ კომბინაციას რომ ხედავ, საბედნიეროდ არც თუ ისე ხშირად, მაგრამ შემხვედრია აქ მაჩვენებს ქრისტიანულ, ანუ ეკლესიურ მაგიას ამ ადამიანზე. აი ეხლა ამ პერიოდში, ამ მომენტში რაღაცა ეკლესიური რიტუალი, ეკლესიაში გაკეთებული მაგია არის ამ ადამიანზე. და ამას ვინც ტაროს სწავლობს, ვინც აპირებს სწავლას და შეიძლება მიყურებს, თქვენთვის ვიტყვი ჩემო-კარგებო, და ვისაც გაინტერესებთ ზოგადად და თქვათ სხვებთან უყურებთ და კარტებს ხედავთ და კომბინაციებს იმახსოვრებთ, ეშმაკი, განდეგილი და ხმლების სამიანი ერთად არის, აი ზუსტად მაგიაზე ლაპარაკი, ოღონდ ეშმაკი და განდეგილი ესე რომ მიდგება გვერდით, ეს უკვე ქრისტიანულ ძალიან ისეთ ცუდ მაგიაზეა ლაპარაკი და იმიტომ გავაკეთე ესეთი შესავალი, დამამძიმა ძალიან აი ამ კომბინაცია. მაინც საჯარო გაშლა, ბევრი ადამიანი უყურებს და ვნახოთ, არის თუ არა ეს ასე, ვარ ვცდები. რა თქმა უნდა, არის ჩემო-კარგებო აქტიური მუშაობა მიდის ამ ადამიანის წინააღმდეგ. აქ არის სასიყვარულო მაგიაზე ლაპარაკი, ეკლესიაში გაკეთებულ მაგიაზე ლაპარაკი. ყველასთვის შესაძლებელია, ვისთვისაც ისტორია ნაცნობია, არ რეზონირდეს, მაგრამ რამოდენიმე ადამიანზე რეზონირდება, იქნება ზუსტად ესე. თქვენ ჩაერიოთ თუ არა, ვფიქრობ არ უნდა ჩაერიოთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ აბსოლუტურად უცხო ამ ადამიანისთვის. და შეიძლება მეორე მხარე თუ მისმენს, მიყურებს და მიხვდეს, ვიზეც არის ლაპარაკი,
იქნება დასაფიქრებელი მომენტიც იყოს, რომ რაღაც ისე ვერ არის მის ცხოვრებაში ან მის მახლობელმა ნახოს ვიღაცამ და ეს ისტორია ეცნოს, მაგრამ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმ თვალსაზრისით, რომ მიდის მუშაობა. აი ეს მატერიალური მხარე, რაც დღესდღეობით კარგად აქვს წარმატებულად და გეგმები აქვს და მუშაობს და აქტიურია მატერიალურ სფეროში, ასეთ ჯადოებს, ასეთ მაგიას შეეწირება ზუსტად ის მატერიალური მხარეც და ადამიანი დარჩება ძალიან სიტუაციაში აღმოჩნდება გაჭირვებული, ჯანმრთელობა შეერყევა და ასე შემდეგ. რაღაცა ისე ვითომ ბანალური და ის იყო პირველი ისტორია უფრო ის იყო, თქვათ ასე საინტერესო და უფრო სხვანაირად წასაკითხი, მაგრამ აი ამ ბანალურმა თემამ ბანალური პასუხიც მოგცა, რომ ეს ადამიანი იმყოფება მაგიის ქვეშ. თქვენ რა უნდა ქნათ, ჩემო კარგებო, თქვენ არ უნდა ჩაერიოთ. გირჩევთ არ ჩაერიოთ, იმიტომ რომ როდესაც წმენდებზეა ლაპარაკი და ესეთი ადამიანების გამოხსნაზე ამ სიტუაციიდან, უნდა გქონდეთ ჩარევის უფლება, უნდა იყოთ პირველი ხარისხის ნათესავი, უნდა იყოთ მეუღლე, ან უნდა გქონდეთ ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა პარტნიორული, აი როგორც მეუღლე მოიაზრებოდეთ და ხვდებით, რომ ეს ადამიანი რეალურად თვალსა და ხელშუა შეიცვალა და აქვს პრობლემები, იმ შემთხვევაში კი ჩაერევით. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ადამიანი თვითონ მიმართავს დახმარებისთვის სპეციალისტს, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში ეს იყო ახალი ურთიერთობა, ყურადღებით მოისმინეთ, ვისაც დიდი ხნის ისტორია გაქვთ და ესეთი ურთიერთობა გქონდათ დიდი ხნის, აქ თქვენზე არ არის ლაპარაკი, არის ახალდაწყებულ ურთიერთობაზე ლაპარაკი და აქედან გამომდინარე ჩარევის არც უფლება გაქვთ და არც გირჩევთ. და რატომ აღმოჩნდა ეს ადამიანი ასეთ სიტუაციაში, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, ასე რომ ჩემო კარგებო, თქვენ აქ უკვე ვეღარაფერს იზავთ, მაინც ვნახოთ გამოვა თუ არა კონტაქტზე ეს უკონტაქტო ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გამისკდა თავი. საშინლად ამტკივდა თავი, ჩემო კარგებო. არის შანსიო, მეუნებიან. არის იმის შანსი, რომ ეს ადამიანი ისევ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ აქ უკვე თქვენზე არაფერია დამოკიდებული, აქ იმ გარემოზეა, იმ სიტუაციაზეა დამოკიდებული, რა გარემოშიც იმყოფება და ვინ ყავს გარშემო, თუ ყავს ვინმე ისეთი გულშემატკივარი, რომ მიხვდეს, რომ მასზე არის რეალურად მაგიური ჩარევა და გაწმინდეს და ეხმარნენ, ან თვითონ თუ მიხვდა, მე ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ესეთებიც, რომ მოუმართავთ, უეჭველი მამაკაცზეა ლაპარაკი, აი 99% მიყურებს ქალბატონი და ქალბატონებისთვის რეზონირდება და ბიჭი თუ ვინმე მიყურებს, აი შეიძლება 1% იყოს ვიღაც ისეთი, ვისთვისაც რეზონირდა. არის რომ თვითონ მომართავენ ბიჭები დახმარებისთვის, ძალიან კარგი რომ ერკვევიან ესეთ რაღაცებში და ხვდებიან, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, გული არა, ფეხები ეკაჩებათ ისეთი ქალებისკენ, რომ აი თვითონ რო იციან, რომ არა, არ შეიძლება არანაირად. არაფერი საერთო არ გვაქვს, არც თქვათ მოწონება, არც სიყვარული, მაგრამ ფეხები და ერთი ადგილი ეკაჩებათ მარტო და ხვდებიან, რომ იქ რაღაც ვერ არის რიგზე. ესეთებიც არის. იმედია, ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ამას თვითონ მიხვდება და მიმართავს დახმარებას, ან მისი გამომოცვა ახლობლები, მაგრამ არის შანსი იმის, რომ გამოჩნდეს. მაგრამ ეს არ იქნება ახლო პერიოდში, საკმაოდ ესეთი დრო სჭირდება. თუ კი ეს ყველაფერი ძალიან ახალია, და ვფიქრობ ახალია ეს მაგიური, აი ახლა მიდის პროცესი, ჩარევა მის ცხოვრებაში და მალე მიმართეს დახმარებისთვის, უფრო ადვილად იხსნება. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდება, არავინ არ მემეტება ჯადოსთვის და აი ესეთი საშინელებებისთვის, რა თქმა უნდა. და ასევე შესაძლებელია მაინც იყოს ამ მაგიის გავლენის ქვეშ, ვერ დააღწიოს თავი იმ ადამიანის კლანჭებს, ვინც ამ ბოროტებას ჩადის მის წინააღმდეგ, მაგრამ რა კი არის მაგიაზე ლაპარაკი და მაგიური ჩარევა, ეს არ არის გულწრფელი, მე სპეციალური ვიდეოც ჩავწერე ამაზე და ხშირად გამიმეორებია კიდევაც, რომ ქვეცნობიერს ვერაფერს ვერ უშვება, ვერანაირი მაგია, ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს ვერ უშვება, უბრალოდ ფიზიკურად რაღაცა ცხოველის დონეზე აბავს ის პიროვნება თავის გვერდზე, ვინც ამ ჯადოებს აკეთებს, მაგრამ
თქვენ ცნობიერში ყოველთვის ყველაფერი ნათელია, გაურბიან იმ ადამიანებს და ეძებენ სხვაგან, თუ კი ვიდმე გუწრფელად უყვართ, მაინც იწევენ იმ ადამიანებისკენ, ილტვიან იმ ადამიანებისკენ, ნასვამი იქნება თუ ფხიზელი, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფრო ნასვამობაში. და შესაძლებელია აი ესეთ სიტუაციაშიც გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან მართლა ძალიან დამამძიმო მეორე ვარიანტმა, რა ვთქვა, აღარ ვიცი. არჩევანი რა თქმა უნდა თქვენი გასაკეთებელია, დაელოდებით არ დაელოდებით, ჩაერევით არ ჩაერევით, მაგრამ საკმაოდ რთული პერიოდი უდგას თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს და აქ უკვე განგებაზეა დამოკიდებული, როგორ დააღწევს თავს. ანუ ვინ ყავს გვერდით, ვინ ყავს გულშემატკივარი, თვითონ თუ მიხვდა და თვითონ თუ მიმართა დახმარებას, როგორც აღნიშნე, ამას არაფერი ჯობია, მაგრამ ყველას თავის გზა აქვს გასავლელი, ყველა თავის კარმას გადის, თავის ბედისწერას და თქვენც რა თქმა უნდა თქვენს ცხოვრებაშიც ალბათ გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვისთანაც თქვენ თქვენს გზას გაივლით, ბედნიერ გზას. ჩემო კარგებო, არ ვიცი, აი მეორე ვარიანტს, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის პიროვნება, ვიზეც იყო ლაპარაკი და ვისთვისაც რეზონირდა, გირჩევთ პირად კონსულტაციას მიმართოთ, რადგან აქ უკვე ძალიან ესეთი ან ესეთი სიტუაციებია, შეიძლება ეს ადამიანი თქვენი ადამიანი იყოს და რაღაცა პერიოდის შემდეგ გამოჩნდეს, შეიძლება არა, ვისთვის როგორ. ამიტომ აი საჯარო გაშლა, მაინც საჯარო გაშლაა და ზუსტ პასუხს ვერ გეუბნებით. კონტაქტზე გამოვა, გამოჩნდება, მაგრამ აი შედეგს უკვე ვეღარ გეტყვით, რადგან არის საკმაოდ აქტიური მუშაობა, ძლიერი მაგია მიდის, საკმაოდ ისეთი რთული, ეკლესიური და მომავლის, აი ამ ადამიანთან ერთად პროგნოზის თქმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მაგია ხშირად ხელს გვიშლის დავინახოთ მომავალი. მე კი გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობიან ზეცას, წარმატებებს და ყოველგვარი ჯადოების და მაგიების გარეშე ცხოვრებას. ეს არის საშინელება ვერწმუნებთ, რასაც ეს ადამიანები ჩადიან და გისურვებთ, რომ არასდროს არ გადაეყაროთ ესეთ ადამიანებს.